მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხაზ გაბადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს მოწვეული ჩემს გადაცემაში. ულამაზესი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი ადამიანი. და სანამ მოვიწოდე ჩემს გადაცემაში ამ უნიჭიერეს ადამიანს, მანამ მინდა გიმღეროთ ერთი ლამაზი სიმღერა. მხოლოდ თქვენთვის. ერთი იმედი ცოცხლობდი შენი სიყვარულის ჯეროდა რა უნდა მოხდეს ისეთი რომ უნდა გიბრუნდე გვერდი იასამას მხოლოდ შენთვის შორჩემგან ყოფნა მე ვიცი შემშლის ძლები გაფრენილა და შორს ადგას ასულა ნეტავი შევხვდე ისე სადმე ნეტავი შევხვდე ისე სადმე შევხვდე სადმე ლოდინი ძნელი ყოფილა ლოდინი მომკლავს იცოდე ნეტავ თუ ისევ გიყვაროა ჰო როგორ მინდა ვიცოდე ამას ვიცი რა თუნდა შემიყვარდა გოგონა ერთი თვალებ ხატულა ხაბრის ბუნჯი დასკი ბევრჯერ დახატულა ისეთი ლამაზი იყო ისეთი ლამაზი იყო ლამაზი იყო ამას ვიცი რა თუნდა შემიყვარდა გოგონა ერთი თვალებ ხატულა ხადრის ბუნჯი დასკი ბევრჯერ დახატულა ისეთი ლამაზი იყო ისეთი ლამაზი იყო ლამაზი იყო დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ულამაზესი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი. დიახ, მოგესალმებით. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. მომზადებისთვის. როგორ განწყობაზე ხართ, როგორ შემართებით ახაც მოსული? წინვარე, შეუდარებელ განწყობაზე. მაშინ თხოვთ დამზადეთ. ძალიან კარგი რომ ასეთ კარგი შემართებით ახად მოსული ჩემ გადაცემაში, კარგი განწყობით და მაშინ დავიწყოთ. დავიწყოთ. მზად ვარ. მაშასე, პირველი შეკითხვა ნანუკა ქარუხნიშვილის. ვინ არის ნანუკა ქარუხნიშვილი?
ვინ არის ნანუკა ქარუხნიშვილი? ესე იგი, ზოგადად ძალიან რთულია და არ მიყვარს. საუბარი საკუთარ თავზე, თუმცა მოკლედ რომ აღწერო, ერთი პატარა უწყინარი გოგონა ვარ. მართლაც რომ ბევრი რამ არ ვისაუბრო. ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი. ერთი უწყინარი გოგონა. ძალიან კარგი. ბავშვობის მოგონებიდან რომელია ყველაზე საყვარელი? ახლა ეს ესეთი კითხვაა. იცი რა, საყვარელი ბევრი მოგონება გვაქვს, იმიტომ რომ ბავშვობა არის განუმეორებელი და ბევრი საინტერესო მომენტებისაგან შედგება. მოდი მაშინ ერთ პატარა ისეთ ამბავს გაგიმხელთ. მე ვიყავი ძალიან მოუსვენარი, ოხუნჯი, ცელქი, ორნავარი ბავშვი. ხო და საოცრებებს ჩავდიოდი ხოლმე და რამე ისეთი ვარ მოყვარული. არ არსებობს. ხო და ესე იგი ერთი ესეთი უკვე მოზრდილობის ამბავს მოვყვები სკოლაში, დაახლოებით მე-5 ან მე-6 კლასში ვარ. მყავდა ბავშვობის ეს მყავდა არა მყავს ერთი განუყრელი დაქალი ბავშვობის ანა და ანუ ესე შეთანხმებულად ეს თვალებში ერთმანეთს რო შევხედავდით ხოლმე და რო უგებ ხო იცი რა უნდა გააკეთო და მოკლედ ჩვენს თანაკლასელს ბიჭს რომელიც ჩვენსავით ცელქი იყო ეს გვაწვალებდა ხან წიგნებს შეგვიცვლიდა გადაგვინოცვლებდა ჩანთაში ხანრას და ერთი დღეც არის მოვდივართ დილას ადრიანას სკოლაში და აი უნიდან იყურება მე-4 სართულზე ვარ და რაღაცებს გვეძახის ზევიდან ქაროხ და რაღაცებს გვაბრაზებს რა და მეთქი ხა ამოვალ და მაქით ფეხებით უნდა გადმოგკიდოთ ხო რა და ხა ეთყობა ეგ უნდა ვეხუმრე ამან გააგრძელა აქიდან ზოგს პასტას ესვრის ზოგს რაღაცას ეძახის და ისევ აივანზე ანუ ფანჯარაშია ეს ჩემი კლასელი და ჩვენ კარი გავაღეთ და ესე შევხედეთ ჩემ თქალს და თავი დაუქნია გადავკიდოთ მეთქი გადავკიდოთ და ტანით პატარა იყო საყვარელი და ესე თავი გადაყოფილი რაღაცებს ეძახის ქვევით ბავშვი რაღაცას და აქედან ერთ ფეხში მე მოვკიდე ხელი, მეორე ფეხში იმახელები და ავწიეთ და გადავწიეთ. ოღონდ რას უკეთებს? ჩავწევთ ქვევით, ჩაგაგდოთ. კიდე ისევ მაგას ჩავწევთ, ამოვწევთ, ჩავწევთ. ქვევით და შეიყარა ხალხი ვაიმე და ღმერთს მადლობა რა. დაგვიფარა უბრალოდ და ხელი არ გაგვეშვა არც ერთ თორე საწოდავი ჩემი კლასელი ალბათ. საცუდად დავდავრდებოდა რა გადავრჩით მოკლედ. ამის გამო დავისაჯეთ მე ჩვენ როგორც ხდება ხოლმე კრება და დირექტორთან და ძალიან ისე გავიმეტეთ. შევაშინეთ ჩვენი მოსაზრებით შევაშინეთ ესე. ისე საინტერესო. გავაფრთხილეთ რომ აღარ უნდა ისე საინტერესო თხოვი ამ ჩვენი ბავშვობის მოგონების. კიდე ხო რა გაიხსენებთ? აუ ძალიან ბევრი რამ აქვს. ერთიც კიდე რომ ჩემი თხოვნით თუ აი მაშინ ისე ყველაზე მწარედ რაც შემამახსოვრდა ჯერ იმას გავიხსენებ და თუ დრო გვექნება შემდგომ სხვა რაღაცეებსაც. ესე იგი, როგორც უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან ესეთი შვიდი ბავშვი ვიყავით ხო? სოფელში ხშირად ზაფხულობით თითქმის ყოველთვის ჩავდიოდი ბებიასთან და ეზოში ხო არის ხეივანი და ყურძენი და ეხლა რა თქმა უნდა გადავწყვიტე რომ ეზოში მიწაზე ფეხი რო გიდგას ისეთი გართობა არ მინდა. ხო და ანუ ხო არის ეს გარედან რაღაც ხობეს რო ეძახიან ეს შემოსაზღვრული ეზოს რაც აქვს რა და ხეივანი იყო ხობის ზევით გაშენებული ესეთი სტოლბიკები იყო და ზევით იყო რა ანუ დაფარვის სახით რა ხეივანი ყოფილიყო რა სახლი არ გამოჩნდეს და გადავწყვიტე რომ მე ამ ხობეზე უნდა ავძრო და ზევით ეს წვრილი ტროსებით არის გაბმული რასაც ვაზია დახვეული რა და ყურძენია და მე გადავწყვიტე რომ რამოდენიმე კილომ დაახლოებით 35 კილო ბავშვი ამ ტროსზე უნდა დავდგე და გადავწყვიტე ზევით უნდა მოვკრიფო ეს ყურძენი. მოკლედ ავძვერი ამ ღობეზე, ამ სეტკაზე, ამ ბოძზე, ფეხი დამიცდა და რა თქმა უნდა თავდაყირა ჩამოვარდი და დავეკიდე შორტი მეცვა და შორტით დავეკიდე ესეთი წაწვეტებული თავები რა ქონდა ღობეებს თუ გახსოვთ, ამაზე ჩამოვეკიდე და ჩამოვხსნეს და ყველაზე დიდი შრამი დამრჩა ფეხზე და მე ყველაზე საინტერესო მე უნდა გავიკერო თქო ეხა ეს თქო ექიმთან არ წამიყვანოთ თქო. მახათიდან ემსიობე და ზავით თქო. და მე ბიჭები თავში ჩაბარებული ბავშვი, უი, ვაი, ესე სულ რაღაცა თავგადასავლებში ვიყავი ხოლმე საოცარში და გავიზარდე როგორ ხაც და მსგავს რაღაცებს აღარ ჩავდივარ. ესე კარგია როცა ადამიანი იხსენებს ბავშვ მოგონებებს და ეს რჩება მოგონებად ყოველთვის. ვინც არ უნდა ვიდა თქვენი ყოლა მე ვიყიდა სხვები იყოს ესე რჩება მოგონებად კბილი მოგონებები და რა გინდათ ყოფილიყავით ბავშვობაში? ბავშვობაში ისე სხვათა შორის რაც თავი მახსოვს იმასაკიდან მღერიდა.
მოცეკვავეობა. რომელი ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა? სიმღერას ახავი 3 წლიდან და საუბარი წლინახევრისო. ო, კი, წლინახევრის იყავი და უკვე ვიცოდი რა მინდოდა. მოკლედ მინდოდა ყოველთვის რომ ყოფილიყავი ის ვინც ახლა ვარ. ანუ ვიტყოდი რომ ჩემი ბავშვობის ოცნებები თუ ჩანაფიქრები და სურვილები თითქმის ყველა დაახლოებით 90% მაინც ამისრულდა. კარგი. ოცნება რომელიც აგიხდათ არის მეგონი პასუხიც უკვე გასემული. პასუხი უკვე გაკეთე. არის ის რომ მე ვარ ის ვინც ვარ. თქვენი პირველი სიმღერა. ой, ჩემი პირველი სიმღერა. ეს იყო პიონერთა სასახლე იყო მაშინ, ახლა მოზარდ ახალგაზრდ რაღაც სხვა სახელი ქვია მე მგონი, ხო? ახალგაზრდების რაღაცა ახალგაზრდა მოსვლათა სასახლე. ხო, რაღაცა სხვა სახელი დაერქვეს. ნუ ჩემს ბავშვობაში ერქვა პიონერთა სასახლე, თუმცა პიონერი არ ვიყავი. იქ რაღაც ანსამბლი იყო ესეთი და სადაც ვღეროდი ბავშვებთან ერთად და ესეთი სიმღერა მახსოვს რაღაცა ჰოი გამარჯობა მამალო სიყვარულის წამალო რაღაცა არ ვიცი პატარას ერთ-ერთი ქართულ მხატვრულ ფილმში არის ეს სიმღერა ხო ძალიან პატარა ვიყავი მართლა ძალიან პატარა ვიყავი და ტვინში რო ტექსტები რო გაქვს ჩარჩენილი აი ბავშვობის რაღაცა ფრაზა აი კადრივით რაღაცა ესე მახსოვს კონცერტსაც ვიყავი ძალიან კარგი რომ არა მომღერალი რა პროფესიის იქნება თქვენი თავი რა სხვა სფეროში წარმოგიდგენიათ? კი, რა თქმა უნდა. ახლაც არ მაქვს ერთი პროფესია, ყოველთვის სხვა შორის რომელიღაც გადაცემაში ვთქვი, რომ ეს მეთქი დავავადდი იმით, რომ რაღაც სერტიფიკატომანია დამემართა, რაღაც უნდა ვისწავლო ახალი, რაღაც უნდა გავიარო ან კურსი, ან ტრენინგი, სულ რაღაცის სწავლაში ვარ, იმიტომ რომ ვერ ვჩერდები და ვთვლი, რომ ერთ ადგილზე არასდროს არ უნდა გაჩერდეს ადამიანი და რაღაცა ახალი და საინტერესო უნდა ისწავლოს, სულ რომ განვითარდე. რომელ პროფესიაში, რაც შეეხება პროფესიას, ჩემს თავს საერთოდ ბიზნესი არა ოღონდ. უფრო ალბათ დიზაინით ვარ გატაცებული ინტერიერის დიზაინში ვხედავ ჩემს თავს, იმიტომ რომ მაინტერესებს ძალიან მომწონს. და ჟურნალისტიკა იყო ბავშვობაში კიდევ ჩემი ერთ-ერთი სურვილი რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი და ნაწილობრივ რაღაც მხრივ ავიხდინე, თუმცა ანუ ეს ჩემი პროფესია არ არის, რა თქმა უნდა. ალბათ ჟურნალისტი ვიქნებოდი. კარგი. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ისეთი სიტუაცია ქართულ შოუ ბიზნესში დღესდღეობით? ანუ მომღერლების დახარისხება. არ არის. მინუხტით ალბათ ხო? რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. და ვთვლი რომ საერთოდ არ შეიძლება ხელოვნება უნდა იყოს რაღაცა ამით ახლა პოლიტიკური მიმართულებას არ მივიცემ უბრალოდ ვთვლი რომ მუსიკოსებს ხელოვნებს აი შემოქმედ ადამიანებს არ უნდა ეხებოდეს არანაირი მიმართულება საერთოდ ისინი არ უნდა დაიყვნენ და მათ უნდა აკეთონ თავისი საქმე და ზოგადადაც თუ მეპურეპურს გამოაცხობს და ყველა თავის საქმეს გააკეთებს ქვეყანაც აშენდება კი გეთახმებით მე მახსოვს 90-იან წლებიდან ანუ პარალელურად თეატრში მუშაობდი ქუთაისში მესხეთში და პარალელურად ვიყავი შოუ ბიზნესში ეხლაც სამ შემოვიდოდი და დავიწყებდი განაცემას მანამდე კულისებში გითხარით შოუ ბიზნესში მაშინ და მართლა ყვაოდა რა აი როგორ იცი აი ფრენად იყო გადაქცეული ისეთი შოუ ბიზნესი იყო მაშინ და ერთმანეთის პატივისცემა იყო მსახიობს და მსახიობს შორის მომღერალს და მომღერალს შორის და ასე შემდეგ ერთმანეთის დაფასება იყო შოუ ბიზნესი მართლა ყვაოდა ეს უკვე არ არის ის შოუ იცით რა მაშინდელი დროისთვის ალბათ ის იყო მისაღები მე ვისურვებდი რომ უფრო მეტად განვითარდეს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბევრი რამ აკლია ყველა მუსიკოს ალბათ და ყველა ხელოვანს ჩვენს ქვეყანაში და ვისურვებდი რომ პერიოდულად დრომ და სიტუაცია მოიტანოს უკეთესი მომავალი
რომ უფრო მეტი შესაძლებლობები ქონდეს თითოეულ ნიჭიერ ადამიანს, რომ თავისი თავი წარადგინოს, განავითაროს, გაზარდოს, იბედნიეროს სამით და მიაღწიოს იმ საფეხურს, რასაც თვითონ უნდა რომ მიაღწიოს და შესაბამისად შემოსავალიც ქონდეს ისეთი, რომ ეცადოს, რომ თავის ქვეყანაში დაიმკვიდროს თავი. თუმცა ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ არა მარტო სიმღერა და მუსიკალური ერი ვართ, ხო? ყველა მიმართულებით არაერთი მხატვარი ყავს, არაერთი ნიჭიერი სპორტსმენი ყავს, არაერთი ხელოვანი ყავს, არაერთი მოცეკვავე ყავს და თუ ყველას ექნება ამის შესაძლებლობა თავისი ნიჭი რაღაც დოზით გადასცეს და მიაღწიოს თავის მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერი იქნება. მინდა შევხვდეთ თემას. თქვენ ვიცით როგორც ვიცი, ყავთ საკუთარი ბენდი. დიახ. რა ქვია ბენდს? ბენდს ქვია ნანო. ნანო? ნანო კი. და რატომ ნანო? ნუ გამომდინარე პირველ რიგში კარგი კითხვა. პირველ რიგში გამომდინარე იქიდან რომ მე ვარ ნანუკა, ნანა ასე ვთქვათ, ჩემი სახელინა გავუწევ ნანა, ნანო მოფერებით და რაღაც ნანო, რაღაც სიახლესთან, ნანო რაღაცა ახალთან და საინტერესოსთან რო ასოცირდება ეს. ნანოტექნოლოგიებთან. და რამდენი წელია ეს არსებობს? უკვე 2 წელია. და რამდენი წელისგან შედგება? 6 წევრისაგან შედგება. ბიჭებიც არიან გოგოებიც? გოგონა მხოლოდ მე ვარ. თქვენ ხარ მარტო? მე და ბიჭები. მე და ბიჭები. ბერც უნდა ერქოს მე და ბიჭები. თუ გქონიათ ამე ის რა ქვია გასტროლი ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ან საქართველოს გასტროლის რეგიონებში ან ქალაქებში? კი. ნახეთ, უფრო როგორ არის იცით გასტროლის თავი ვერ მოაფით მოკლედ ამ გასტროლს გვინდოდა გაკეთებად, თუმცა იქიდან გამომდინარე რა სიტუაციაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია სამწუხაროდ ცოტა წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება როგორც ყველა ბენდი, აი ესე რაღაც პერიოდულად საღამოებზე, კორპორატიულებზე, რაღაც ქორწილებში, ასე შემდეგ, ნუ და თქვენიათ აი უცხოეთში სამ გასტროლი. ამიწევა ან ესე თქვენ იცით რა რაღაც შემოთავაზებები იყო, განვიხილეთ და ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ. ანუ დადასტურებული არ არის, თუმცა არის შანსი რომ წავიდეთ. ძალიან კარგი. მე ვიცი რომ თქვენ უსიმღეროთ ან მოხვდეთ და ერთი სიმღერა რომ გაგვანდოთ და მოვასმენინოთ. დიდი სიამოვნებით. თხოვსენას. მადლობა.
ხო დავბრძანდეთ, გავაგზავნოთ კითხვების კორიანტელი თქვენს წინაშე ანუ კიდევ ბევრი კითხვა მელოდება ხო წინ? კი, ძალიან ბევრი. კარგით, მზად ვარ. თქვენს შემთხვევაში თუ იყო დაბლოკვის ცდელობა, რომ არ სურდათ თქვენი გამოჩენა. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე, მე საუბარი ხა ისეთ თემას შევეხეთ. კიუნეულ ადგილზე და უფრო გულისხმობ რანუკა შოუ-ბიზნეს აი კი, მესმის, კი. ნუ რაღაცები იყო, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მოდი არ ვისაუბროთ ამ თემაზე. იმიტომ რომ ნუ ეხლა მაშინ უნდა დაასახელო რა მოხდა და უნდა მოყვედა, ვერ მოვყვები. ამიტომ ხა მოსწრებო უნდა მოყვე. სხვა დროს, შედეგ ცხოვრებაში. მაშინ კულისას მიღმა. კულისას მიღმა პირდებით რომ მოგიყვებით. ვის ადარებთ ხოლმე საკუთარ თავს? არავის. საკუთარ თავს ვადარებ საკუთარ თავს. როგორ ფიქრობთ, ტკივილი სისუსის ან სიძლიერის ნიშანია? ტირილი ვიცით რა? ტირილი არ არის სისუსტის ნიშანი, გააჩნია ეხა სიტუაციას და შემთხვევას, რა შემთხვევაში ტირის ადამიანი ეხა თუ სულელია ეხა ადამიანი და რაღაც სისულელზე შეუძლია დაჭდეს და გიჟივ ტირილი დაიწყოს, ეს სხვა მომენტია. თუ როლი გაქვს და უნდა იტირო, ნიჭიერი უნდა იყო რომ ეს გააკეთო, ხო? და თუ რაღაცა პრობლემიდან გამომდინარე ტირია რაღაცა გაწუხებს და გტკივა, არ ვთვლი რომ ეს სისუსტეა პირიქით, ან გააჩნია რაღაცა სიტუაცია ისეთი, რომ გამოუვალი მდგომარეობა და გეტირება პირიქით, ძლიერი ადამიანებიც ტირიან. მე არ ვთვლი რომ ტირილი არის სისუსტის ნიშანი. სიძლიერის? სიძლიერის ნიშანი შეიძლება არის კიდეც რაღაც დონით, კი? პირიქით ზოგი ვერ ანუ იმდენად ამაყია, რომ არ ტირის. ესეც არ არის სწორი. და იტირო ზოგჯერ. ბოლოს ბოლო დროს უბრალოდ რაიმე გაიკეთებიათ, რაც დასამახსოვრებლად ღირს. კი. ყოველ დღე ვაკეთებ რაღაცა ისეთ, რაც დასამახსოვრებლად. ყოველი დღე არის განუმეორებელი და ყოველი დღე ღირს დასამახსოვრებლად. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? წინვალე. შეუდარებელი. როგორია ჩვეულებრივი დღე არ გამაჩნია მალხას, იმიტომ რომ ყოველი დღე არა ჩვეულებრივი, აი თენდება დილა თვალებს ვახელ და უბედნიერესი ვარ, ყველაზე მაგარი დღეა. როგორია თქვენი სიხარული დღეს? როგორია ჩემი სიხარული? დღეს, ვიცი? ნუ საერთოდ ზოგადადაც ხო აი ვიცი ერთმანეთზე ჯაჭვივით არის ამბავი მიბმული, ხა ჩემი განწყობები ცოტა სხვა მიმართულება აქვს კიდე ამას. ვარ როგორც გითხარით, ზე პოზიტიური თქო და ესეთი ადამიანი ვარ. არასდროს არ მაქვს უარყოფითი განწყობა, ფიქრი, ემოცია და ასე შემდეგ. და რადგან ვთვლი, რომ დღეს და აქ უნდა იყო, ყოველი წუთი და დღე და თითოეული ურთიერთობა ადამიანთან არის განუმეორებელი და შეუდარებელი, ის არ მეორდება. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ ყოველ დღე და ეხლაც ბედნიერი ვარ თქვენთან რომ ვარ, იმიტომ რომ ეს რაღაცა სიახლეა ჩემთვის. დიდი მადლობა, გაიხარეთ. რისთვის ხარ ყველაზე მადლიერი? რისთვის ვარ ყველაზე მადლიერი? ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, უფლის, სამყაროსი. და იმ თითოეული ადამიანის, რომელიც ღმერთმა გამოაგზავნა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არა ეს ადამიანები და ის გარემოება, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა და ეხაც ხდება, არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ. აქედან გამომდინარე, მადლიერი ვარ ყოველი დადებითის და უარყოფითის, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. სად პოულობთ შთაგონებას? სად პოულობ შთაგონებას? ფიქრობ, რომ როცა ვარ მარტო სიმშვიდეში. სიმშვიდე არის ჩემი შთაგონების წყარო, რაღაცა ახალი იდეა მომდის თავში. ზოგადად რომ ეს არის ჩემთვის დრო და ზოგადად დროის არ ქონის პრობლემა მაქვს სულ, იმიტომ რომ სულ ახლა დღეღამეში უნდა იყოს 50 საათი თქო. ყველაფერი რომ მოასწრო, რაც გინდა. ხო, ერთ დღეში რაც გინდა რომ მოასწრო.
ან ცოტა უფრო მეტი. აქედან გამომდინარე დრო მაქვს ძალიან შეზღუდულად და სულ ვიძახი რა დროის ნაკლებობა მაქვს რომ საკუთარ თავს დავთმო მეტი დრო და განმარტოვდე ვიფიქრო აი დღევანდელი დღე რაღაც ასე ვთქვათ გავშალო რა მოხდა როგორ იქნებოდა უკეთესი არას გავაკეთებდი ან რა ვერ მოვასწარიან კიდე რა მინდა და როცა თავთან ვრჩები მარტო აი მაშინ მოდის ყველაფერი როგორი დედა არის ნანუკა ქარუხლიშვილი ოიმე კარგი დედა იცი რა არა საუბრობ ესე კარგი დედა ვარ ცუდი დედა ვარო ვინ იყო ეს არ მეწერა უბრალოდ მოულოდნელად არა შენ არ უნდა იყოფერაკო რომ თქვა აი სიურპრიზად გავაკეთე იცი როგორ დედა ვარ უფრო აი ვიტყოდი რომ მეგობარი დედა ვარ უფრო არ ვარ ესეთი მკაცრი ცოტას ვიტყვი ახლა ვერს არ ვიტყვი ჩემზე არ ვარ მკაცრი ცოტათი მომთხოვნი ვარ ისეთი წიკიანი ვარ რაღაცებზე წიკები მჭირს ახლა ყველა წიკიანი დედა ხო არა კაცრი არ ვარ აი მაგალითად ბავშვს შეუძლია სკოლაში დააგვიანოს და მივიდეს მესამე გაკვეთილზე უი არა უშავს მეც ახლა გავიღვიძე წავედი სიტყვაზე არა არასდროს არ ვიღვიძებ გვიან მაგრამ მაინც სულ ვაგვიანებთ და ანუ არ უქმნი ამით რაღაცა ტრაგედიას ბავშვს რომ სტრესი არ მიიღოს გონებაში არ ჩაიბიჭოს რაღაცა აი ჩქარა გვაგვიანდება ეს მომენტი არასდროს არ მაქვს თან სულ ვაგვიანებთ ამ დროს ეს ჩემი ტკივილია მაგრამ კაი დედა ვთვლი რომ ისეთი დედა ვარ ჰარმონიული რა ძალიან კარგი ჰარმონიული თუ ხარ ძალიან კარგი ხო მაგრამ ჩემი უფროსიშვილი ესე არ თulis იმიტომ რომ რატო ეს შენი შვნებს მაძლევო ის ძალიან ისეთია მოკლედ ჩემი ოპოზიციონერია ოპოზიციაში გიდგას საერთოდ ხავს ოპოზიცია და სუთვის არა ჯერ დები არიან ისა ტომი და ჯერი ერთმანეთთან აი სუ ამბავში არიან მაგრამ გიждდებიან ერთმანეთზე 15 წუთში ავიწყდებათ რომ იომეს და ну ის ჩემი ოპოზიცია ოღონდ აი ბიჭი თუ გოგო გოგოები ორივე ორივე გოგოები ხო ну სახში სამი გოგო მოკლედ ხიარულად ვართ სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ გეგმები მაქვს ძალიან ისეთი საინტერესო ეხლა ყველაფერი რო გითხრა მე რაღაც სიურპრიზად ხო უნდა დავტოვო ყველაფერს ვერ გეტყვი მაქვს გეგმები რა მაგალითად რა თქვენ სფეროში თქვენს პროფესიაში აი რასაც ჩემს პროფესიაში რა თქმა უნდა ხა არ ჩერდები სულ რაღაც ახალს ვაკეთებ ახალ სიმღერას რაღაცაზე ვმუშაობ საკუთარ თავზე პირველ რიგში თითქმის ყოველ დღე ვმუშაობ რაღაცა საინტერესო მდე რომ მივიდე რა ვიცი მოძრაობ რა არ ჩერდები ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი და გეგმებს ვერ გაგიმხელ საიდუმლოდ ხო კი ბატონო ნანუკა წეგან ერთი სიმღერა შემოგთავაზეთ და შემოგთავაზეთ ტელემაყურებელს ხო და შენ მეორე სიმღერაც იქნება მოსული და იქნება ეგეც მე მესამე სიმღერაც მექნება და ძვირფასო მეგობრებო ძვირფასო ტელემაყურებლებო სამწუხაროდ ჩემი გადაცემა დასასრულს მოხდება და ეხლა მინდა დასასრულს ისევ ნანუკა შემოგთავაზოთ ერთი სიმღერა სად ვარ Shigari pamda hrupeli Kuchev salamazebs mse Chems bedmierebas vumgheri Sheni pandris rapaze Maguirdeba sheni tvalepi Mirimida mitzdiches დასრულდება ჩვენი დღე ტრიალებსადი დრო არ ჩერდება არ გაჩერდება უსასრულო არის ბედნიერება ჩვენი შეხვედრა ჩვენი შეხება
ჭირა ქალაქის საღამო წელი ქვიშის სურნელი დაჩვენს მონატრებულ ნაპირთან ვიცი შენ მელოდები მეფერება შენი ხელები შენი მზერა მითბობს სულს ჩვენი სიმღერის ხმა თითქოს ემატება სიყვარულს ტრიალებს აზი დრო არ ჩერდება არ გაჩერდება უსასრულოა ეს ბედნიერება ჩვენი შეხვედრა ჩვენი შეხება ჩემი დღევანდელი სტუმარი იყო უნიჭიერესი და ულამაზესი მადლობა. მომღერალი ნანუკა ქორხლიშვილი. დიდი ქორხლიშვილი ბოდიში. არა უშავს იცი მივაჩვიე რომ ბავშვობიდან ყველა შეშლება მოგნადლეს ხაგვარი. იმდენაირი ვერსია მაქვს მოსმენილი ვერ გამოვუწევ. დიდი მადლობა ნანუკა ასეთი ლამაზი და კეთილი გულწრფელი ინტერვიუსის ასეთი ლამაზი სიმღერისთვის რომ ჩვენ გადაცემაში იმღერეთ და შემოთავაზეთ ასეთი ლამაზი სიმღერები ჩემს ტელემაყურებლებს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. თქვენს წარმატებებს გისურვებთ. მე გემშვიდობებით. კეთილი სრულები თვითმფრინავ ტელემაყურებლებო. ნახვამდის.